საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მეორე დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მინისტრის სამუშაო დღე კონგრესში შეხვედრებით დაიწყო. მოგვიანებით კი იუსტიციის დეპარტამენტში შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს ერიკ ჰოლდერსა და იუსტიციის დეპარტამენტის ხმამაღალ ჩინოსნებს შეხვდა. თეატრულკიანის განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებებით გაგრძელდება და გაღრმავდება. მოგვიანებით შეხვედრა გაიმართა შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, სადაც თეატრულკიანი IRA-ის პრეზიდენტს ლორნ კრანერს შეხვდა. ლორნ კრანერმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვედრა წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ თეატრულკიანისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უდგა სათავეში. მისივე თქმით, IRA გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობას. ჩვენ თანხმდებით, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ საქართველოს სასამართლოს აქვს პრობლემები და რომ სასამართლოს უნდა მივცეთ ის ინსტრუმენტები, რაც მას სჭირდება, რომ მოსამართლეებმა თვითონვე შეძლონ წარსულის შეცდომების გამოსწორება და თვითმართვად პროფესიად ჩამოყალიბება იმისათვის, რომ როდესაც შიგნით მოხდება შეცდომა, თვითონვე შეძლონ ერთმანეთს გაუსწორონ. ეს შეცდომები იქნება დისციპლინური პროცედურების თუ სხვა მექანიზმების გზით. IRA გააგრძელებს საქართველოს დახმარებას დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი.